ველების გადაგრეხვაზე 2018 წელს გაგახსენეთ მათ შორის ია კერძაიას მკვლელობას. უკაცრავად, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის სპეცოპერაცია რო დაჭირდა არჩევნები რო ჩატარდა, იმიტომ რომ მან პირველი ტური წააგო, ადამიანი შეეწირა. მათ შორის უამრავი ადამიანი დაჭრა იყო იქ ახალქალაქში, რაჭაში, ჩვენი ხალხი დაჭრეს ხალხო და ფიზიკურად გაუსწორდნენ და დღესაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობის იმ ადამიანებს. ეს არ დაგვიწყებია, მაგრამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ როცა სალომემ რაღაცა სწორი პოზიცია დაიჭირა, თქვით რომ კარგია, სალომესთან დაკავშირებით ვიმუშავეთ, მოგწონს, არ მოგწონს, მაგრამ ვიმუშავეთ, იმიტომ რომ ქვეყანა სჭირდება, ხო? ამიტომ მათ რო არა აქვს იგივე დამოკიდებულება, ეს ცოტა არ იყოს და უცნაურია. იგივე, აი ახლა მივედით იქ. გახარიას პარტია, გახარიას წევრი იჯდა რამდენიმე საათის წინ აქ და ლაპარაკობდა რაღაც ტოლობის ნიშანს სწვამდა ივანიშვილსა და სააკაშვილის შორის. მთელი არჩევნების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ტალახს ისვრიან ეს მეზრიშვილიდან დაწყებული, ხო, რაღაცა მართლა ამ სისტემის ჯალათები. ეხა ბოდიშით რა, როცა ლაპარაკობთ გახარიაზე, მაკო გომურის თვალი რომ არა აქვს, ვინმეს დაავიწყდა, თვალი რომ დათხარა, გახარებთან გამოვიდა, თქვა რომ ამაზე მე ვარ პასუხისმგებელიო. არ შემოწყვეტინო ძალიან გთხოვთ. გახარია იყო მათ შორის 2018 წელს თანამონაწილე, აი ია კერძაიას მკვლელობაზე როცა ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი თანამონაწილე იყო გახარია. მოიცადე კაცო, ვინმეს დაავიწყდა ეს ამბავი რუსულ აგენტურაზე და კგბ-ზე. ფარცხალაძე რო ხელისუფლებაში იყო და მითითებებს იძლეოდა და გახარია ბოდიში და ცუციკივი დადიოდა იქ. მაშინ ხმა რატო არა მოიღო გახარია? მოიცა, ეხლა გახდნენ